მეგობრებო, გამარჯობა. მე ვარ ოლიკო და ვაგრძელებ ვიდეო გაკვეთილების სერიას ვიზუალურ პროგრამირებაში. დღეს ვისწავლით, როგორ შევქმნათ და დავაპროგრამოთ ისტორიული თამაშის Mario 3D ვერსია. ამჯერადაც გამოვიყენებთ პლატფორმა HKids, რომელიც ერთის მხრივ ძალიან გავს Codeworks, რადგან აქაც ფინალური პროდუქტის შექმნამდე რამდენიმე ნაბიჯი უნდა გავიაროთ, რამდენიმე გამოწვევა უნდა გადავლახოთ და მეორეს მხრივ ძალიან გავს Scratch, რადგან აქაც ვიყენებთ ბლოკებზე დაფუძნებულ პროგრამირებას. კეთილი, მოდით დავიწყოთ მუშაობა და სანამ მუშაობას დავიწყებთ, ტრადიციულად ჯერ გაჩვენებთ თამაშის დასრულებულ ვერსიას. მეგობრებო, ეს არის თამაშის დასრულებული ვერსია. აქაც ისევე როგორც რეალურ თამაში არის შემდეგი პრინციპები. პერსონაჟი გადაადგილდება მიზნამდე გასავალ გზაზე მას ხვდება სხვადასხვა ტიპის დაბრკოლება. ერთ-ერთი დაბრკოლება გახლავთ აი ეს მოძრავი სოკოები, რომელსაც რა თქმა უნდა თავი უნდა არიდოს, წინაბნელ შემთხვევაში ერთი სიცოცხლე დაგვაკლდება, ასევე პერსონაჟი არ უნდა ჩავარდეს წყალში, რადგან ამ შემთხვევაშიც დაგვაკლდება სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ავაგროვოთ აი ეს ბრილიანტები და მონეტები, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და ესე გავიდეთ ფინიშამდე, ასე ვთქვათ, ხო? თამაშის დასაწყებად დავაწყებოთ მწვანე დროშას. ჩვენი მიზანია, მეგობრებო, რომ როგორც დასაწყისში ვთქვით, გავიდეთ ფინალამდე, მაგრამ თავი ავარიდოთ დაბრკოლებებს და ასევე ავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი მონეტა და ბრილიანტი. თამაშის დასაწყისში სიცოცხლის რაოდენობა გვაქვს 3. თუ დაბრკოლებებს შევეჯახებით ან ოკეანეში ჩავარდებით, მაშინ სიცოცხლე დაგვაკლდება. დაბრკოლებებთან შეჯახების შემთხვევაში, ხოლო ოკეანეში ჩავარდნის შემთხვევაში დავასრულებთ თამაშს. კარგით, მოდით დავიწყოთ. წინ გადაადგილდება პერსონაჟი ისარზე დაწყაბებით, თუ წინა ისარს დავაწყაბებთ, ან W-ს მაშინ წინ გადაადგილდება, თუ ქვედა ისარს დავაწყაბებთ, ან S-ს მაშინ გადაადგილდება უკან, თუ მარჯვენა ისარს დავაწყაბებთ, ან D-ს გადაადგილდება მარჯვენა, ხოლო თუ მარცხენა ისარს დავაწყაბებთ, ან S-ს მაშინ გადაადგილდება მარცხენა. აღტომისთვის ვიყენებთ Space Relax და მოდით დავიწყოთ თამაში. აი ნახეთ, ვიღებთ მონეტას, ვიგროვდება რა თქმა უნდა ქულები. მონეტის აღების შემთხვევაში ვაგროვებთ 50 ქულას, თუ ბრილიანტს ავიღებთ, თითო ბრილიანტის აღების შემთხვევაში ვაგროვებთ აგვემატება 10 ქულა და ჩვენი მიზანია, მეგობრებო, რომ რაც შეიძლება მეტი მონეტები და ბრილიანტები ავიღოთ და ასევე როგორც დასაწყისში ვთქვით, თავი ავარდიდოთ დაბრკოლებებს და ასევე არ ჩავარდეთ ოკეანეში, რადგან ოკეანეში ჩავარდნის შემთხვევაში მაშინვე ავტომატურად სრულდება თამაში და მოგვიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება. აი უკვე სოკოებიც გამოჩნდნენ. მოკლედ ესე გრძელდება თამაში. მოდით გავაჩერებ. აი ნახეთ, თამაშიც დასრულდა, როდესაც ოკეანეში ჩავარდით და დავიწყოთ ახლა განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი, თუ როგორ უნდა შევქმნათ ანალოგიური თამაში. მეგობრებო, ამისთვის უნდა გადახვიდეთ აი ამ ფხმულზე, რომელსაც აუცილებლად დავურთავ აღნიშნულ ვიდეოს. ერთ-ერთი უპირატესობა პლატფორმის გახლავთ ის, რომ არ არის საჭირო რეგისტრაცია, თქვენ ავტომატურად პირდაპირ ლინკზე დაწყებების შემთხვევაში შეგიძლიათ დაიწყოთ პროექტზე მუშაობა, დავაწყებოთ Start Activities და დავიწყოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პლატფორმის უპირატესობა ასევე გახლავთ ის, რომ როდესაც ბავშვი აწყობს პროგრამულ კოდს ბლოკებზე დაფუძნებული დაპროგრამების გარემოში, მას საშუალება აქვს იგივე კოდის JavaScript-ის ვერსია ნახოს, რაც ძალიან კარგი იქნება იმისთვის, რომ ნელ-ნელა უკვე ბლოკებზე დაფუძნებული დაპროგრამებიდან გადავიდეთ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირებაზე. მეგობრებო, ნახეთ, აქაც არის რამდენიმე ნაბიჯი. პირველი ნაბიჯიდან მეცხრე ნაბიჯის ჩათვლით ჩვენ ვსწავლობთ, როგორ უნდა შევქმნათ თამაში. თითოეულ ნაბიჯზე ახალ-ახალი მისია გვაქვს შესაძლებელი და ბოლო ნაბიჯზე ჩვენ შეგვიძლია უკვე თავიდან ბოლომდე ავაწყოთ სრულყოფილი თამაში. მოდით დავაწყებოთ Start Coding-ს და ნახეთ წერია, რომ პირველ ნაბიჯში ჩვენი მისია Mario გადაადგილდეს და მივიდეს აი ამ მონეტამდე, ხომ? აი ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ მეგობრებო, გვერდით გვაქვს მოცემული ის ბრძანებები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მეგობრებო, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ როდესაც მწვანე დროშას დავაწყებებთ, ჩაირთოს Marios თემა, დაყენდეს background-ზე, ასე ვთქვათ, და Mario გადაადგილდეს, ხომ? ჯერ ერთი ნაბიჯით გადაადგილდეს, შემდეგ მიბრუნდეს მარცხნივ და ისევ ერთი ნაბიჯით გადაადგილდეს. ანუ გადაადგილდეს ერთი ნაბიჯით, შებრუნდეს მარცხნივ და ისევ ერთი ნაბიჯით გადაადგილდეს, ხო? მოდით დავაწყებოთ მწვანე დროშას და ვნახოთ, რამდენად სწორად შევასრულეთ აღნიშნული დავალება. ნახეთ, ჩვენ კოდი ავაწყოთ ბლოკების საშუალებით და იგივე კოდის JavaScript-ის ვერსია, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვნახოთ და გავაკეთოთ შედარება. მოდით დავაწყებოთ Continuous და გადავიდეთ მეორე ნაბიჯზე. მეორე ნაბიჯზე უკვე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გამეორების ბლოკი იმისთვის, რომ Mario მივიდეს მიზნამდე და აიღოს აი ეს აღნიშნული მონეტა, ხო? მეგობრებო, გამეორების ბლოკი, ანუ ციკლი არის აი აქ და მოდით სანამ გამოვიყენებთ, შეგახსენებთ რა არის ციკლი და რა შეგვჭირდება. მეგობრებო, პროგრამირებაში ციკლი არის მძლავრი კონცეფცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი და იგივე მოქმედება ან რაღაც ინსტრუქციების ჯგუფი რამდენჯერმე გავიმეოროთ, ხო? არსებობს მუდმივი ციკლი და არსებობს დროებითი ციკლი. მუდმივი არის ისეთი ციკლი, რომელიც არასდროს არ სრულდება
უსასრულოდ გრძელდება თუ რაიმე განსაკუთრებული პირობით არ შევწყვეტთ. ხოლო დროებითი ციკლი არის ისეთი ციკლი, რომელიც გარკვეული პირობის შესრულების შემდეგ სრულდება, ხო? ან რამდენჯერმე იმეორებს მხოლოდ რაღაც ამა თუ იმ მოქმედებას. ამ შემთხვევაში ეს ციკლი გახლავთ დროებითი ციკლი, ჩვენ უნდა მივუთითოთ, რამდენჯერ უნდა გაიმეოროს რაღაც კონკრეტული მოქმედება. მოდით ჯერ დავაკვირდეთ დავალებას. მარია უნდა გადაადგილდეს წინ 2 ნაბიჯით, შემდეგ უნდა მიბრუნდეს მარცხნივ 90 გრადუსით, ისევ 2 ნაბიჯით გადაადგილდეს, ისევ მარცხნივ მიბრუნდეს 90 გრადუსით და ისევ ორჯერ გადაადგილდეს. როგორც ვხედავთ, 3ჯერ გაიმეორა მარიამ შემდეგი მოქმედება: 2 ნაბიჯით გადაადგილება და მარცხნივ მიბრუნება, ხო? ასე რომ უკვე ნათელია ვფიქრობ, რატომ უნდა გამოვიყენოთ ციკლი. მოდით ავიღოთ ციკლი, აქ შევწეროთ, რომ 3ჯერ გაიმეორეს მარიამ შემდეგი მოქმედება და ის მოქმედება, რაც 3ჯერ უნდა გაიმეოროს, არის შემდეგი: მარია უნდა გადაადგილდეს 2 ნაბიჯით და უნდა მიბრუნდეს მარცხნივ 90 გრადუსით. ნახეთ, გადაადგილდეს 2 ნაბიჯით, შებრუნდეს მარცხნივ და ეს მოქმედება მან 3ჯერ უნდა გაიმეოროს, ხო? მოდით დავაწყობოთ გაშვებას და ვნახოთ, რამდენად სწორად გავართვით თავი აღნიშნულ დავალებას და როგორც ხედავთ, სწორად შეგვიდგენია ლოგიკაც და პროგრამული კოდიც. მეგობრებო, აი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი აქ შეგიძლიათ ნახოთ JavaScript-ის ვერსია და გააკეთოთ უკვე გაავლოთ პარალელები ბლოკებზე დაფუძნებულ დაპროგრამებას და ტექსტზე დაფუძნებულ დაპროგრამებას ამ შემთხვევაში JavaScript-ის ენას შორის. როგორც დააკვირდით, მეგობრებო, ამ შემთხვევაში ციკლის დახმარებით უფრო მეტად ორგანიზებული გახდა ჩვენი პროგრამული კოდი. მოდით დავაწყობოთ გაგრძელებას და გადავიდეთ მესამე ეტაპზე. ამ შემთხვევაში უკვე ნახეთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენი მისიაა გამოვიყენოთ კლავიატურის ბრძანებები იმისთვის, რომ მარიას დავახმაროთ გაიაროს აი ეს გზა, ხო? ამისთვის ჩვენ უკვე გვჭირდება, მეგობრებო, მოვლენები, ხო? აი ეს 4-ვე ბლოკი არის მოვლენა, რომელთა საშუალებითაც უნდა გქონდეს პროგრამას რეაგირება, ხო? ანუ თუ როდესაც დავაწყობთ ზედა ის არს ან W-ს, მაშინ რა უნდა მოხდეს? როდესაც დავაწყობთ ქვედა ის არს ან S-ს, მაშინ რა უნდა მოხდეს? როდესაც დავაწყობთ მარცხენა ის არს ან A-ს, რა უნდა მოხდეს? და როდესაც დავაწყობთ მარჯვენა ის არს ან D-ს, რა უნდა მოხდეს? ანუ ფაქტობრივად პროგრამირებაში მოვლენა არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ხდება პროგრამის მუშაობისას, ხო? და რაზეც პროგრამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაგირება. აი მაგალითად, თუ ცხოვრებისეულ მაგალითს მოვიყვანთ, როდესაც კარზე აკაკუნებენ, ჩვენ მივდივართ და ვაღებთ კარს, ხო? ამ შემთხვევაში კარზე დაკაკუნება იყო მოვლენა, ხოლო ჩვენ რომ მივედით და კარი გავაღეთ, ეს იყო რეაქცია. შესაბამისად, აი ესენი არის მოვლენა და ჩვენ პროგრამული კოდის დახმარებით უნდა დავწეროთ, რა რეაქცია უნდა მოყვეს აი ამ მოვლენის შესრულებას. მაგალითად, როდესაც ზედა ღილაკს დავაწყობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მარია უნდა გადაადგილდეს წინ, ხომ? ამიტომ ავიღოთ ბრძანება walk forward, გადაადგილდეს წინ. როდესაც ქვედა ისარს დავაწყობთ, მაშინ მარია უნდა გადაადგილდეს უკან, უნდა დაბრუნდეს, ხო? ანუ walk backward. როდესაც დავაწყობთ მარცხენა ისარს, მაშინ უნდა შებრუნდეს მარცხნივ პერსონაჟი, ხოლო როდესაც დავაწყობთ მარჯვენა ისარს, უნდა შებრუნდეს მარცხნივ. მეგობრებო, აი ამ გზით ჩვენ უკვე მთავარი პერსონაჟის მართვა შევძლებთ კლავიატურის დახმარებით. მოდით დავაწყობოთ მწვანე დროშას და დავაკვირდეთ, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენი კოდი და ლოგიკა. აი მართლაც დავაწყობ მწვანე დროშას, ვაწყობებ წინა ისარს და ვხედავთ, რომ მარია ნამდვილად წინ გადაადგილდება, ვაწყობებ მარჯვენა ისარს და ვხედავ, რომ ბრუნდება მარჯვნივ. აი ესე მივდივართ. თუ უკანა ისარს დავაწყობთ, მარია უკან წავა და მივიდეთ მიზნამდე და ავიღოთ მონეტა. როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე შევძელით პერსონაჟის კლავიატურის დახმარებით მართვა. რისთვისაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ მოვლენა. მეგობრებო, ნახეთ, აი ეს კოდი ანალოგიურად წარმოდგენილია JavaScript-ში. დავაწყობთ მეოთხე ნაბიჯზე გადასვლას. მეგობრებო, ნახეთ, რა არის ჩვენი მისია მეოთხე ნაბიჯზე. თუ წინა ნაბიჯზე პერსონაჟი ავამოძრავეთ ისრების დახმარებით, ამ ნაბიჯზე ჩვენ უკვე მას უნდა ვასწავლოთ აღტომა, რომლისთვისაც ასევე გამოვიყენებთ კლავიატურას. დავაწყობთ start coding-ს და ნახეთ, ამისთვის დაგვემატა ახალი მოვლენა, როდესაც დავაწყობთ space ღილაკს, მაშინ რა უნდა მოხდეს? ანუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეს პროგრამას, ხომ? როდესაც space ღილაკს დავაწყობთ, მაშინ მოთამაშე უნდა ახტეს. მოდით დავაწყობთ მწვანე დროშას და ვნახოთ, აი მართლაც გავასწოროთ კამერა. წინა ისარს ვაწყობთ, წინ მიდის, space ღილაკს ვაწყობთ და მარია ხტება. მეგობრებო, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, თითოეული ნაბიჯის გავლის შემდეგ აუცილებლად უნდა მივიდეთ, აი ეს პატარა მონაკვეთი უნდა გავიაროთ და მივიდეთ ფინალურ მონეტამდე, რომ ჩაგვეთვალოს იმ ნაბიჯის დასრულება. კარგით, გადავიდეთ მეგობრებო მეხუთე ნაბიჯზე. და ნახეთ, მეხუთე ნაბიჯზე კიდევ ახალი მისია გვაქვს შესასრულებელი. მეგობრებო, მეხუთე ნაბიჯზე უნდა დავადოთ ხმები, როდესაც მარიო შეეჯახება სხვადასხვა დაბრკოლებას. მოდით დავაწყობთ start coding-ს და ვნახოთ რა მოცემულობა გვაქვს. ნახეთ, ინსტრუქცია ზედა ნაწილშიც არის განთავსებული, ხო? როდესაც მარიო შეეჯახება coin-ებს, ანუ მონეტებს, მაშინ რა უნდა მოხდეს?
რა თქმა უნდა ჩაირთას coin-ების შეგროვების ხმა, ხო? Play music, collect coin. მეორე შემთხვევაში, როდესაც დაიმონდებს შეეჯახება, ამ შემთხვევაში უკვე დაიმონდების შეგროვების ხმა უნდა ჩაირთოს, ხოლო როდესაც ოკეანიში ჩავარდება, ამ შემთხვევაში უკვე თამაში უნდა დასრულდეს, ხო? ანუ კიდევ ერთი პირობა დავამატეთ მეგობრებო ჩვენს თამაშს. რა შემთხვევაში უნდა დასრულდეს თამაში, როდესაც პერსონაჟი ჩავარდება ოკეანიში. მოდით დავაწყობოთ მწვანე დროშას და გავიაროთ ეს პატარა მონაკვეთი. დავაწყობთ წინა ისარს, დავაწყობთ სფერის, აი მარიო ახტა და თუ ხმას აუწევ ნახავთ რა უკვე ხმებიც დაედო. ხმები ადევს როგორც აი ამ ბრილიანტების აგროვებას, ასევე მონეტების აგროვებას. ნახეთ, აი მივედით, ავიღოთ ფინალური მონეტა. მე ვჩქარობ და გამოვტოვებ ბრილიანტები იმისთვის, რომ დიდ დრო არ დავკარგოთ. მეგობრებო, ნახეთ, ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილია ჩვენი კოდის JavaScript-ის ვერსია. დავაწყობთ მე-6 ეტაპზე გადასვლას და ნახეთ, მეგობრებო, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უნდა დავაგროვოთ, უნდა დავითვალოთ ჩვენს მიერ აღებული როგორც ბრილიანტები, ასევე coin-ები. როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე უნდა დაგვჭირდეს ცვლადების შექმნა. მოდით გავიხსენოთ, რაში გვჭირდება ცვლადი. ცვლადი პროგრამირებაში გვჭირდება მონაცემების დროებით შესანახად, მათ შესაძლებლად და პროგრამის მუშაობის პროცესში გამოსაყენებლად, ხო? ცვლადი ფაქტობრივად არის კომპიუტერის მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის კონტეინერი, რომელსაც აქვს სახელი და შეუძლია მნიშვნელობის შენახვა და შემდეგ შეცვლა, ხო? დავაწყობთ create variables დავარქვათ სახელი score ამ შემთხვევაში. დავაწყობთ create variables და აი როგორც ხედავთ უკვე შეიქმნა ცვლადი და ამ ცვლადის შესაბამისი ბრძანებები. მეგობრებო, ნახეთ დავაკვირდეთ. პირველი ბრძანება არის set score, ანუ ქულის განსაზღვრა თამაშის დასაწყისში, ანუ თამაშის დასაწყისში რამდენი ქულა უნდა გქონდეს და შემდეგი გახლავთ change score, ანუ ქულის შეცვლა, როგორც გაზრდა, ასევე შემცირება. შეგახსენებთ, რომ იმისთვის, რომ ქულა გაიზარდოს, აი აქ უნდა მივუთითოთ დადებითი რიცხვი, მაგრამ თუ გვინდა ქულის დაკლება და შემცირება, მაშინ უნდა მივუთითოთ უარყოფითი რიცხვი. ბუნებრივია, მეგობრებო, თამაშის დასაწყისში, როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, ქულა უნდა იყოს 0-ის ტოლი, ხო? ამიტომ ავირჩიეთ ბრძანება set score და ჩავსვათ აი ეს ნულიანი, აი ამ ადგილას, ხო? ამ შემდეგ, როდესაც შეაგროვებს coin-ებს, ანუ მონეტებს და დაიმონდებს, ანუ ბრილიანტებს, რა თქმა უნდა დაგვემატოს ქულები, ხო? მაგრამ მოდით ესე გავაკეთოთ. coin-ების შეგროვების დროს დაგვემატოს პირობითად 50 ქულა თითო coin-ის აღებისას, ხოლო დაიმონდების აღებისას დაგვემატოს 10 ქულა. ამისთვის მეგობრებო უნდა ავირჩიოთ შემდეგი ბრძანება change score. პირველ შემთხვევაში ქულა შეიცვალოს 50-ით, ანუ თითო მონეტის აღების შემთხვევაში 50 ქულა დაგვემატოს, ხოლო თითო დაიმონდის ანუ ბრილიანტის აღების შემთხვევაში დაგვემატოს 10 ქულა. ამიტომ change score by 10. ნახეთ, თუ მწვანე დროშას დავაწყაბებთ, ვნახავთ, რომ უკვე სკორის აი ეს ფლადი გაჩნდა და დავიწყეთ მუშაობა. ნახეთ, თითოეული დაიმონდის შემთხვევაში ჩვენ 10 ქულა გვემართება, როგორც ლოგიკაში განსაზღვრეთ. გავაგრძელოთ. თუ ავიღებთ აი ამ დაიმონდებსაც და მონეტებსაც, რა თქმა უნდა, ქულები დაგვემატება და როგორც ხედავთ, სკორი, ანუ ჩვენი ცვლადი უკვე აგროვებს ჩვენი ქულების რაოდენობას, ხო? ანუ ქულების რაოდენობა ინახება ცვლადში. ინახება და იცვლება, რა თქმა უნდა. მოდით ვიჩქაროთ და მივიდეთ აი ამ ბოლო მონეტამდე. როგორც ხედავთ, ეს ეტაპიც გავიარეთ, აი აქ არის წარმოქმნილი JavaScript-ში მეგობრებო იგივე კოდი და თქვენი მიზანია რომ ზოგადად როდესაც ამ პატარა ეტაპებსაც გაივლით, დააგროვოთ ყველა შესაძლო მონეტა და ყველა შესაძლო ბრილიანტი. ამ შემთხვევაში მე ვჩქარობ და ამიტომ ზოგიერთი შეიძლება გამოვტოვო. მოდით დავაწყაბოთ მე-7 ნაბიჯზე გადასვლას და გადავიდეთ მე-7 ნაბიჯზე. მეგობრებო, ნახეთ ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მისიაა თავი ავარიდოთ მტრებს, ანუ დაბრკოლებებს, რომლებიც ამ შემთხვევაში სოკოების სახით არიან წარმოდგენილები, იმისთვის, რომ დავზოგოთ ჩვენი სიცოცხლე, ხო? ანუ ფაქტობრივად უნდა განსაზღვროთ საწყის სიცოცხლის რაოდენობა და ასევე სიცოცხლის დაკლება, როდესაც შევეჯახებით აი ამ დაბრკოლებებს. მოდით დავაწყაბოთ start coding-ს და დავიწყოთ. ნახეთ, იგივე მეგობრებო მოცემული გვაქვს ზემოთ, ხო? ანუ იგივე ინსტრუქცია მოცემულია ზედა ნაწილში. ნახეთ, ამ შემთხვევაში როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ცვლადის შექმნა, ხო, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე სიცოცხლეების რაოდენობა შეინახოს. ჩვენ როგორც გახსოვთ, დასაწყისში ვთქვით, რომ სასურველია თამაშის დასაწყისში მთავარ პერსონაჟს სიცოცხლე ჰქონდეს 3, ხო? ამიტომ მოდით დავაწყობთ create variables, გავაკეთოთ ახალი ცვლადი, რომელსაც დავარქმევთ lives, ანუ სიცოცხლეს. დავაწყობთ create variables და ნახეთ, გაჩნდა მეორე ცვლადი. ამ შემთხვევაში უკვე სიცოცხლე. როგორც თქვით, მეგობრებო, დასაწყისში, თამაშის დასაწყისში სიცოცხლე უნდა ჰქონდეს 3. ამიტომ ავირჩიოთ set live, ამიტომ აი ავიღოთ ეს ობიექტი და ჩავწეროთ 3.
და შემდეგ, რა თქმა უნდა, როდესაც მარიო შეეჯახება აი ამ ობიექტებს, მტრებს, ანუ ამ შემთხვევაში სოკოებს, მაშინ რა თქმა უნდა, სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს 1-ით. ამ შემთხვევაში ვიღებთ change lives და 1-ის ნაცვლად ვწერთ -1-ს. -1 ვწერთ იმისთვის, რომ თითოეული შეჯახების შემთხვევაში სიცოცხლების რაოდენობა 1-ით შემცირდეს. მოდით გავუშვათ კოდი და ვნახოთ როგორ მუშაობს. ნახეთ, ქულები განისაზღვრა თამაშის დასაწყისში 0-ით, ხოლო სიცოცხლე გვაქვს 3, ხო? თითოეული შეჯახების შემთხვევაში თუ შევეჯახებით დაბრძოლებას, მაშინ სიცოცხლე რა თქმა უნდა დაგვეკლდება, მაგრამ თუ ავიღებთ აი ამ დაიმონდებს და ქოინებს, მაშინ რა თქმა უნდა ქულებიც დაგვეგროვდება. კარგით, დავიწყოთ მეგობრებო. წავიდეთ, ავიღოთ ეს პირველი ქოინი და ვიცადოთ, რომ დაბრკოლებებს თავი ავარიდოთ. აი მოდით ექსპერიმენტისთვის აი შეჯახებაზე უკვე დაგვაკლდა და ერთი ქულა დაგვრჩა, რადგან ორჯერ შევეჯახეთ მტერს. შეგახსენებთ, რომ თითოეული ეტაპი რომ განვლილად ჩაგვეთვალოს, უნდა მივიდეთ ბოლო ქოინამდე, ანუ ბოლო მონეტამდე. ოღონდ რადგან სიცოცხლე 1 გვაქვს დარჩენილი, უნდა ვიცადოთ, რომ არ შევეჯახოთ მტრებს. როგორც ხედავთ, ეს ნაბიჯიც წარმატებით გავიარეთ. აქ მეგობრებო ისევ მოცემულია იგივე კოდი JavaScript-ში და ვხედავთ, რომ დაგვემატა live-იც და გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. მეგობრებო, ეს არის უკვე მერვე ნაბიჯი. თუ წინა ნაბიჯზე ჩვენ განვსაზღვრეთ სიცოცხლეების რაოდენობა თამაშის დასაწყისში და ასევე განვსაზღვრეთ ლოგიკა თუ როდის უნდა დაგვაკლდეს სიცოცხლე, ამ შემთხვევაში უკვე დავამატოთ კიდევ ერთი ფუნქციონალი და განვსაზღვრეთ როდის უნდა დასრულდეს თამაში, ხო? მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ პროგრამულ კოდში თამაშის დასრულებისთვის ერთ-ერთი პირობა უკვე გაწერილი გვაქვს, ეს პირობა გახლავთ ოკეანეში ჩავარდნა, ახლა კი განვსაზღვროთ მეორე პირობა. ანუ მეორე შემთხვევაში თამაში უნდა დასრულდეს მაშინაც, თუ ჩვენი სიცოცხლეების რაოდენობა გახდება 0-ის ტოლი, ხო? აი ამ ლოგიკის დასაწერად და ამ ალგორითმის შესაქმნელად ჩვენ დაგვჭირდება პირობითი ბრძანებები, რომელიც აი ამ ბლოკით არის წარმოდგენილი. მოდით გავიხსენოთ ზოგადად რა არის პირობითი ბრძანება. პირობითი ბრძანება პროგრამირებაში არის კოდის ელემენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გადაწყვეტილებები, ხო? მაგალითად, თუ ეს პირობას შესრულდება, მაშინ ეს გააკეთე, თუ არა და გააკეთე სხვა რამ. ეს ძალიან გავს ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. აი თუ ისევ ცხოვრებისეულ მაგალითს მოვიყვანთ, მაგალითად, თუ გარეთ წვიმს, აიღო ქოლგა. სხვა შემთხვევაში არ დაიღო ქოლგა, ხო? აი დაახლოებით ესეთი ტიპის ლოგიკის გაწერის საშუალებას გვაძლევს პირობითი ბრძანებები. ამ შემთხვევაშიც მეგობრებო, ნახეთ, თუ შესრულდა ეს კონკრეტული პირობა, ანუ თუ სიცოცხლების რაოდენობა გახდა 0-ზე ნაკლები, ან 0-ის ტოლი, მაშინ უნდა დასრულდეს თამაში, ხო? ანუ პირობითი ბრძანება დაგვეხმარა, რომ ჩვენ ეს კონკრეტული პირობა განგვასაზღვრა და შემდეგ გაგვეწერა ის მოქმედება, რაც უნდა მოყვეს აი ამ პირობის შესრულებას. ანუ თუ სიცოცხლეების რაოდენობა გახდება 0-ის ტოლი, აი აქ შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი მაჩვენებელი, მაშინ უნდა დასრულდეს თამაში. მოდით მართლაც გავუშვათ და ვნახოთ როგორ სრულდება ჩვენი პროგრამული კოდი, როგორ მუშაობს. აი ნახეთ, მოდით წავიდეთ. აი მე შევეჯახები ძალით სოკოს, რომ 1 გაგვიხდეს ქულა და თუ ეს ბოლო სიცოცხლეც დაგვაკლდება, მაშინ უკვე რა თქმა უნდა თამაში დასრულდება. მაგრამ ეს ეტაპი რო გავლილად ჩაითვალოს, ჩვენ როგორც გახსოვთ, უნდა გავიდეთ ბოლო მონეტამდე. აი მოდით შევეჯახოთ აი ამ სოკოს და როგორც ხედავთ, ჩვენ ნამდვილად დავასრულეთ თამაში. გადავიდეთ მე-9 ნაბიჯზე. ნახეთ მე-9 ნაბიჯზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკვე შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ თამაშის დიზაინში და შევქმნათ ისეთი სტილის თამაში, როგორიც გსურს. ნახეთ, ჩვენ დაგვემატა შემდეგი ბრძანებები, ეს გახლავთ ავატარის შერჩევა, ანუ მთავარი პერსონაჟის შერჩევა და მეგობრებო, აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა გმირები, როგორიც არის ბეტმენი, ელზა, ჯოკერი, სპაიდერმენი, სუპერმენი და ასე შემდეგ. ასევე თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ მიწის ზედაპირის ტექსტურა, მაგალითად, აირჩიოთ ბალახი, ყინული, თოვლი, ქვები და ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ ცის ფერი და ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ ოკეანის ფერი. ეს ყველაფერი მეგობრებო, რა თქმა უნდა, თამაშის დასაწყისში უნდა განსაზღვროთ, ანუ თამაშის პარამეტრები და შესაბამისი დიზაინი, რა თქმა უნდა, თამაშის დასაწყისში უნდა შეარჩიოთ. მოდით განსაზღვროთ და ამ შემთხვევაში სხვა ავატარი შევარჩიოთ, მაგალითად ავირჩიოთ ელზა. ასევე განსაზღვროთ ტექსტურა მიწის და რადგან ელზა გვაქვს მთავარ პერსონაჟად შერჩეული, მაშინ მოდით ავირჩიოთ snow, თოვლი. ავირჩიოთ ასევე ცისფერი, განსაზღვროთ ტონალობა და მოდით აი ესეთ ოდნავ მუქ ფერს ავირჩევ და ავირჩევ ოკეანის ფერს, ამასაც ოდნავ შევცვლი და აი ესეთ ფერს შევარჩევ. მოდით დავაწყაპოთ გაშვებას და ვნახავთ, რომ აი კოდმა უკვე დაიწყო მუშაობა და ჩვენი მთავარი პერსონაჟი ამ შემთხვევაში მარიოს ნაცვლად უკვე გახლავთ ელზა და როგორც ხედავთ, შეიცვალა როგორც ცისფერი, ასევე ოკეანის ფერი და ასევე აი ამ ზედაპირის ტექსტურა, ხო? ამ შემთხვევაში
საკუთაური გვაქვს. მოდით გავიაროთ ეს ეტაპიც, გავიდეთ ბოლოში, რომ გადავიდეთ ბოლო მეათე ნაბიჯზე, სადაც უკვე ჩვენ თვითონ შევძლებთ თავიდან ბოლომდე თამაშის აწყობას. მეგობრებო, გილოცავთ, გადავედით მეათე ნაბიჯზე, სადაც უკვე შეგიძლიათ დამოუკიდებლად შექმნათ საკუთარი თამაში, განსაზღვროთ თქვენი პარამეტრები, განსაზღვროთ თამაშის ლოგიკა და ეს ალგორითმი გადააქციოთ პროგრამულ კოდად. პირველი 9 ნაბიჯის განმავლობაში მიიღეთ ის ცოდნა და კომპეტენცია, რაც საჭიროა მეათე ნაბიჯზე დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მოდით დავიწყოთ და გავაკეთოთ თამაშის ერთ-ერთი ვერსია. დავაწყებოთ start coding-ს და დავიწყოთ მუშაობა. მეგობრებო, როგორც გახსოვთ, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თამაშის პარამეტრები. პირველ რიგში განსაზღვროთ background-ის თემა, დავირჩიოთ Mario Team, მე ისევ Mario-ს გავაკეთებ, მეგობრებო. ამის შემდეგ ავირჩიოთ მთავარი sprite და set avatar to Mario-ს დავადკაპებ ისევ. ამის შემდეგ ავირჩიოთ აი ამ მიწის ტექსტურა და ჩემ შემთხვევაში იყოს ბალახი. შემდეგ მეგობრებო ავირჩიოთ ოკეანის და ცის ფერი. მოდით ჯერ ცის ფერი ავიღოთ და ავირჩევ ოდნავ მუქს და ასევე ავირჩიოთ ოკეანის ფერი, რომელიც ოდნავ მოიასამისფრო უნდა იყოს ამ ეტაპისთვის. და ამის შემდეგ მეგობრებო შეგახსენებთ, რომ ჩვენ თამაშში გვჭირდება ორი ცვლადი. პირველი ცვლადი დაითვლის ქულებს, ხოლო მეორე ცვლადი დაითვლის სიცოცხლის რაოდენობას. ამიტომ მოდით ცვლადები თავიდანვე შევქმნათ. დავაწყებოთ create variables. პირველი ცვლადი იყოს score და მეორე ცვლადი იყოს live, ანუ სიცოცხლე. და თავიდან, რა თქმა უნდა, დასაწყისში ორივე ცვლადი უნდა განსაზღვროთ. ქულების ცვლადი ბუნებრივია, თამაშის დასაწყისში უნდა იყოს 0-ის ტოლი. და სიცოცხლეების ცვლადი თამაშის დასაწყისში უნდა იყოს 3-ის ტოლი. ანუ ამ შემთხვევაშიც მინარჩუნებ იგივე პრინციპს და თამაშის დასაწყისში სიცოცხლის რაოდენობას განსაზღვრავ 3-ით. მეგობრებო, შემდეგ ნაბიჯზე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება პერსონაჟის მართვა კლავიატურის დახმარებით. ამისთვის დაგვჭირდება მოვლენების შერჩევა. მოდით ავირჩიოთ when space key pressed, მაგრამ space-ის ნაცვლად ავირჩიოთ when up arrow key pressed, ხო? ანუ როდესაც ზედა ღილაკს დავაწყებებთ, მაშინ რა უნდა მოხდეს? მოდით ამის დუბლირებული ვერსია გავაკეთოთ და ზედას ნაცვლად უკვე ქვედა ის არის ავირჩიოთ. კიდევ ერთი დუბლირებული ვერსია გავაკეთოთ და ავირჩიოთ left arrow და ასევე ავირჩიოთ right arrow. და კიდევ ერთი ავირჩიოთ, მეგობრებო, space ღილაკი, რომელზე დაწყებების შემთხვევაშიც პერსონაჟი უნდა ახტეს, ხო? ავირჩიოთ space ღილაკი. ახლა კი განსაზღვროთ ის რეაქცია, რაც უნდა მოყვეს თითოეულ ღილაკზე დაწყებუნებას. პირველ რიგში, როდესაც ზედა ღილაკს დავაწყებებთ, რა თქმა უნდა, Mario უნდა გადაადგილდეს წინ, ამიტომ ავირჩიოთ walk forward ბრძანება. როდესაც ქვედა ღილაკს დავაწყებებთ, Mario უკან უნდა წავიდეს, ამიტომ ავირჩიოთ backward. როდესაც მარცხენა ისერს დავაწყებებთ, Mario უნდა გაბრუნდეს მარცხნივ, ხოლო როდესაც მარჯვენა ისერს დავაწყებებთ, Mario უნდა შებრუნდეს მარჯვნივ. ამის შემდეგ განვსაზღვროთ რა ხდება, როდესაც space ღილაკს დავაწყებებთ. როდესაც space ღილაკს დავაწყებებთ, რა თქმა უნდა, პერსონაჟი უნდა ახტეს. ამიტომ player jump ჩავსვათ აი ამ ბლოკში. ამის შემდეგ მეგობრებო უნდა განვსაზღვროთ რა ხდება, როდესაც Mario შეეჯახება coin-ებს, ანუ მონეტებს, როდესაც შეეჯახება ბრილიანტებს და როდესაც შეეჯახება მტრებს, ხო? ამისთვის ავირჩიოთ შემდეგი მოვლენა detect collision with coins და ამის სამი ვარიანტი გავაკეთოთ, ხო? ანუ პირველი იყოს მონეტებთან შეჯახება, მეორე იყოს დაიმონდებთან შეჯახება და მესამე იყოს მტერთან შეჯახება. და ასევე ავირჩიოთ ოკეანესთან შეჯახება, ხო? ანუ ოკეანეში ჩავარდნა. პირველ შემთხვევაში მეგობრებო, როდესაც Mario შეეჯახება მონეტებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქულა უნდა გაიზარდოს და მოდით გავზარდოთ ქულა 50-ით. ამიტომ ავირჩიოთ change. ოღონდ live-ის ნაცვლად ჩავსვათ score-ი, ანუ შეიცვალოს ქულა 50-ით. და ასევე ჩაერთოს შეჯახების ხმა, ხო? ანუ მონეტების აგროვების ხმა, ამიტომ გადავიდეთ და ავირჩიოთ play music, coin collect. ამის შემდეგ მეგობრებო, როდესაც უკვე დაიმონდებს შეეჯახება, იგივე ლოგიკა დაგვჭირდება, ამიტომ ამის დუბლირება გავაკეთოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში coin-ები უკვე ქულები 10-ით გაიზარდოს და ასევე ჩაერთოს ისევ მუსიკის ხმა, ოღონდ ამ შემთხვევაში დაიმონდების აგროვების ხმა. ოკეანესთან შეჯახების შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ უნდა დასრულდეს თამაში და ჩაერთოს თამაშის დასრულების ხმა, ამიტომ ისევ ამის დუბლირებული ვერსია გავაკეთოთ, აქ ავირჩიოთ game over-ის ხმა და ასევე მივუთითოთ, რომ ამ დროს თამაში უნდა დასრულდეს. მეგობრებო, ასევე განვსაზღვროთ რა ხდება, როდესაც შევეჯახებით მტრებს. თუ მტრებს შევეჯახებით, როგორც გახსოვთ, ერთი სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს, ხო? ამიტომ გადავიდეთ სვლადში, ავირჩიოთ change live, ოღონდ აქ მივუთითოთ -1, ანუ ჩვენი სიცოცხლე 1-ით შეიცვალოს და ასევე ჩაირთოს მტერთან შეჯახების ხმა. და მოდით ხმის ჩართვა რომ არ ვეძებოთ, ისევ დუბლირებას გავაკეთებ და აქედან ავირჩევ მტერთან შეჯახებას.
ესეც ასე. ამის შემდეგ მეგობრებო დაგვრჩა კიდევ ერთი ლოგიკა გასაწერი, ანუ პირველ შემთხვევაში თუ თამაში მაშინ სრულდება, როდესაც ოკეანეში ჩავარდებით, მეორე შემთხვევაში თამაში მაშინაც უნდა დასრულდეს, როდესაც სიცოცხლეების რაოდენობა გახდება 0-ის ტოლი, ხო? ამისთვის როგორც გახსოვთ, გვჭირდება პირობითი ბრძანება და ასევე გვჭირდება while game is running, ხო? ავიღოთ პირობითი ბრძანება, ანუ თამაშის მიმდინარეობისას თუ სიცოცხლეების რაოდენობა გახდა 0-ის ტოლი, ავირჩიეთ ეს ბრძანება, ჩავსვათ აქ სიცოცხლე თუ სიცოცხლეების რაოდენობა, მეგობრებო, გახდა ნაკლები ან ტოლი 0-ზე, მაშინ რა თქმა უნდა თამაში უნდა დავასრულოთ და ავირჩიოთ ისევ game over. როგორც ხედავთ, პროგრამული კოდის შექმნა უკვე დავასრულეთ, ამიტომ გადავამოწმოთ, რაიმე შეცდომით ხომ არ გვაქვს და შემდეგ უკვე დავტესტოთ, გავუშვათ თამაში და ვნახოთ უშუალოდ თამაშის მსვლელობისას სწორად მუშაობს თუ არა ჩვენი ალგორითმი და პროგრამული კოდი. პირველ შემთხვევაში მეგობრებო მიუთითეთ განსაზღვრეთ თამაშის დიზაინი და თამაშის მთავარი პარამეტრები, ანუ მწვანე დროშაზე დაწყებების შემთხვევაში უნდა ჩაირთოს მარიოს თემა ბექგრაუნდზე, ასევე ავირჩიეთ ავატარად მარიო, შევარჩიეთ ზედაპირი, ბალახის ზედაპირი, ასევე განსაზღვრეთ ცისფერი და ასევე ავირჩიეთ ოკეანის ფერი და რაც მთავარია განსაზღვრეთ ორივე ცვლადით საწყის თამაშის დასაწყისში ქულა უნდა იყოს 0-ის ტოლი და შემდეგ უნდა დაგროვდეს ქულები, ხოლო სიცოცხლეების რაოდენობა უნდა იყოს 3-ის ტოლი. ამის შემდეგ უკვე შევედით ინტერაქციაში და მოვლენების დახმარებით განსაზღვრეთ კლავიატურის საშუალებით მთავარი პერსონაჟის მოძრაობა, ანუ როდესაც ზედა ღილაკს დავაწყაბებთ, მარიო უნდა გადაადგილდეს წინ, თუ ქვედა ღილაკს დავაწყაბებთ, მარიო უნდა გადაადგილდეს უკან, თუ მარცხენა ისარს დავაწყაბებთ, მარცხნივ უნდა წავიდეს მარიო, ხოლო თუ მარჯვენა ისარს დავაწყაბებთ, მარჯვნივ უნდა შებრუნდეს. ხოლო თუ space ღილაკს დავაწყაბებთ, მაშინ მარიო უნდა ახტეს. ამის შემდეგ განსაზღვროთ უკვე რა ხდება, როდესაც შეეჯახება მონეტებს, როდესაც შეეჯახება პერსონაჟი ბრილიანტებს, როდესაც ჩავარდება ოკეანეში და როდესაც შეეჯახება მტრებს, ხომ? თუ coin-ებს და diamond-ებს ააგროვებს, უნდა შეიცვალოს ქულების რაოდენობა პირველ შემთხვევაში 50-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 10-ით, ანუ უნდა გაიზარდოს და უნდა ჩაირთოს შესაბამისი ხმები. როდესაც ოკეანეში ჩავარდება, უნდა ჩაირთოს თამაშის დასრულების ხმა და უნდა დასრულდეს თამაში და ასევე როდესაც მტერს შეეჯახება, მაშინ სიცოცხლე უნდა დაგვაკლდეს, ამიტომ ავირჩიეთ change life by -1 და ასევე ჩაირთოს მტერთან შეჯახების ხმა. და გარდა ამისა, მეგობრებო, განსაზღვრეთ დამატებითი პირობა კიდევ რა შემთხვევაში უნდა დასრულდეს თამაში. ბუნებრივია, თუ სიცოცხლეების რაოდენობა, რომელიც დასაწყისში 3 გვექნება, გახდება 0-ის ტოლი, მაშინ უნდა დასრულდეს თამაში, ხომ? როგორც ხედავთ, პროგრამული კოდი სწორია. მოდით ახლა პროგრამული კოდის ისტორია უკვე თამაშის მსვლელობისას შევამოწმოთ. დავაწყობთ მწვანე დროშას და ვნახოთ, რამდენად სწორია ჩვენი ალგორითმი და პროგრამული კოდი. როგორც ხედავთ, ცვლადები სწორად არის მოცემული. ახლა კი დავიწყოთ თამაში. მართლაც ვაწყობთ ზედა ისარს და პერსონაჟი ზემოთ პირდაპირ მიდის, თუ ქვედა ისარს დავაწყაბებთ პერსონაჟი უკან ბრუნდება, მარჯვენა ისარს თუ დავაწყაბებთ, მარჯვნივ ბრუნდება, ხოლო მარცხენა ისარს თუ დავაწყაბებთ, მარცხნივ ბრუნდება. თუ space ღილაკს დავაწყაბებთ, ნამდვილად ხდება პერსონაჟი და მოდით ვნახოთ, რამდენად აგროვებს აი ამ დაიმონდებს, ხო? მართლაც დაიმონდების შეგროვების შემთხვევაში 10 ქულა დაგვემატა, თუ ავიღებთ მონეტას, მაშინ 50 ქულა გვემატება, როგორც პროგრამულ კოდში განსაზღვრეთ. და მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება თუ მტერს შევეჯახებით. ნახეთ, მტერს ორჯერ დავეჯახეთ და 2 სიცოცხლე დაგვაკლდა. ამ შემთხვევაში ჩვენი სიცოცხლე არის 1-ის ტოლი. როგორც ხედავთ, თითქმის ყველაფერი სწორად მუშაობს. მოდით მე აღარ გავივლი ბოლომდე ამ თამაშს და ასე ჩავხტები ოკეანეში, ვნახოთ თუ დასრულდება თამაში. აი ნახეთ, მართლაც ჩავხტი ოკეანეში და თამაში დასრულდა. ასევე თამაში დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სიცოცხლის რაოდენობა 0-ის ტოლი გახდება. როგორც ხედავთ, თამაში სწორად შევქმნით. იმედია თქვენც კარგად გამოგივიდათ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია საინტერესო პროექტი გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ, თავი ძალიან კარგად გაართვით პროექტზე მუშაობას და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტმა საშუალება მოგცა გაგვეხსენებინა პროგრამირების საბაზისო კონცეფციები და გემუშავოთ რეალურ პროექტებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უამრავ წარმატებას. ნახვამდის.